დათო კიკნაველიძე, მხატვარი ანიმატორი ვარ. დიდი ხანია საქმით ხარ დაკავებული. ბავშვობიდან რას თავი მახსოვს? ანუ რა საქმე ვერ გავიგე რა. ანიმატორი. მხატვარი ანუ ანიმატორი. ახლა ვაკეთებ ძალიან მაგარ მულტფილმს, რომელსაც ქვია ჯინო და არის პირველი ესეთ მაღალხარისხიანი ქართული ანიმაციური ფილმი. ეს არის ტრეილერი, რეკლამა, ხო გინახავთ უცხოური მულტფილმების ტრეილერები? ან პატარა ის რო არის რაღაც სცენები მულტფილმებიდან და ეს არის ჩვენი ქართული მულტფილმი არის, ახლა ვაკეთებ ჯინო ქვია. და რავი, ძალიან მაინტერესებს თქვენი ემოცია რა და რას ფიქრობთ რო გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ და ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი, იმიტომ რომ თქვენც ვაკეთებთ ამ ფილმებს და რავი, გუგლ შემატკივრეთ გაგვიხარდება ძალიან. დღეს ნუ გავაკეთე ძალიან საინტერესო ანიმაციური ესეთი შოუ არის, რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან სახალისო და ძალიან ესეთი ახალი იქნება. ანუ ეგრე მოკლე დროში შეიძლება რომ ნახო? ამ ჯადოსნური ფანქრით კი. შეიძლება? კაი. აბა ჟენის, ხო? დიდი ამათი. გამარჯობათ. გამარჯობა. წარმოგვიდგინე თქვენი თავი, ვინ ხართ? მე ვარ დათო კიკნაველიძე, ვარ მხატვარი ანიმატორი. რა უნდა გააცოცხლო? ანიმაციური შოუ უნდა გავაკეთო და ძალიან საინტერესოა. დაიწყეთ. დიდი მადლობა. აბა ნახოთ ახლა როგორ დახატავს თუ რა სიზავს. ეხლა დავხატოთ პერსონაჟი სახელად სტიკი. მე თვითონაც ჯერ არ ვიცი როგორი გამოვა და ერთად გავხატე. ერქმება? სტიკი. სტიკი. ეს არის ჩვენი სტიკმენი. ბოდიში გრავიტაციიდან ჩავარდა დაჭკალი. ეს არის ჩვენი სტიკი. თვალები. გაიცანი სტიკი. გამარჯობა სტიკი. მე დათო ვარ. ეს ჩვენი მაყურებლები არიან და ჟიური. გაიტრა. სტიკი. ცაცო. ისო ყვარული. გამო. მოდი სტიკი. გამოდი ახლა. აუ სტიკი რა საყვარელია. ვიცი? ნახე რა მაქვს? ვა? დაინტერესა. ეგრე არა, ნახე? ძალიან მაგარი შოუა მოგწე. გამიყურა. გასმიყურე ხა. სტიკი. ისე გამებუდა. სტიკი არ გეწყინოს. კიდე რამე დაუხატოთ, მოდი. რა დაუხატოთ? ნაყინი დაუხატოთ. შენ გემრიელი ნაყინი. არ უყარს სტიკის რა გინდა? რასაც გინდა და ბისი. ეგ არც იფიქრო. ხალხი გვიყურებს. არ თქვენია ეხა. ამ ხელა ბიჭოთა. გიყვარვალ? არ გიყვარვალ? გიყვარვალ? არ გიყვარვალ? უყვარვალ? მოდია. ეჩენია გინდა? რა თქონები გაქვს? დავხატოთ. რუსკა დაუხატე სტიკის. როგორ უყურებს სტიკი? ვაი, ამას რა ქვია? გამოვიდა გოგონა კიკი, გაიცანი. გამარჯობა კიკი. მოგწონს კიკი? კარგია, ხო? მოიწონი. რა შემი? ესე, მიხატავ და იპოვიან ერთმანეთს და მიდიან. კარგად. აკა სტიკი და კიკი. დიდი მადლობა. Bravo!
ვაი, ძალიან მომეწონა შენც, ძალიან დიდი მომეწონა სტიკით და ძალიან მომეწონა კიკით. ეს ყველაფერი იყო ძალიან სახალისო. ძალიან მაგარი იყო მართლა, დიდი რა მადლობა. გული ამიჩუყდა. ტიკის უყურებდი და თავიდან თემოს გავდა ჩემს გული ამიჩუყდა. და თქვენ ძალიან კარგად ეკონტაქტებოდით. აი ჩანდა რომ ეს თქვენი პერსონაჟია, რომ თქვენ შექმენით. გულის ამაჩუყებელი იყო ჩემთვის. საკმაოდ დამბეჭდავე. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გითხრა რომ შენ არა მარტო ანიმაციის ანიმატორი ხარ, არამედ ისედაც კარგი ანიმატორი ხარ ზოგადად, იმიტომ რომ ანიმატორია. ანიმატორია. ანუ მეორე ანიმატორი გამიგდა. იმიტომ რომ შვენივრად მოირგე როლი და აი ეს რაღაც ცოცხალი ადამიანის და ანიმაციის შერწყმა ერთმანეთში ძალიან კარგი მიგნება იყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კეთილი შოუ იყო ჩემი აზრით და ძალიან კარგად საყურებელიც მე გავერთემ. თუ ანიმაცია ახლა უფრო რთული twinახავს და ეჭვი მაგრამ შენ შეგიძლია აი ახლა უფრო რთული გავაკეთეთ ანიმაცია. ჯინო ანიმაცია ახალი მულტფილმია, აჰა. შეგიძლიათ ნახოთ მალე გამოვა. ოკეი. ძალიან კარგი იყო მოკლედ და კიდე რამე კარგ მულტფილმს ვნახავდი დიდი სიამოვნებით აუცილებლად ფილმში. შემოთავაზეთ. მეგონი დროა, გადავწყვიტოთ. მე მგონია რომ ჩვენ დიდებს არანაკლებ გვიყვარს მულტფილმები ვიდრე პატარებს, ამიტომ მე კის გეუბნებით. მე ძალიან მიყვარს მულტფილმები. დიდი მადლობა. აუცილებლად გეუბნებით კი. კი, რა თქმა უნდა. დიდი სიამოვნებით ვნახავდი სტიკის და კიკის ისტორიის გაგრძელებას, ასე რომ ეხლა 4 ჩვენ გიგავს პორნოგრაფია ნუ მოგიდა ანიმაცია იყო. პატრა კიკიდები და სტიკები. დიდი მადლობა. 4 გიგავს. ნახვამდის. კარგად განდებოდეთ. ესე გეუბნები ჩემს ტურს, ხო? კარგი მულტფილმები შენზეა, ხო იცი? გეუბნები. დროებით.